მოგესალმებით მეგობრებო, ლიგის კვიზი ბრუნდება განახლებული 4-ეულით და მცირედი წესებში ცვლილებებით. ჩემთვის პირველია მაგას. ჩემთვის პირველია ნამდვილად. ჩვენი იგივე ხართ ყველანი. რა ჩემთვის არის პირველი ლიგის კვიზი. თუმცა უყურებდი და იცი წესები. კი, ზეპირად. რა თქმა უნდა. თუმცა შენ კი იცი წესები, მაგრამ მაყურებელს მაინც შევახსენებთ. 9 შეკითხვა გამოვა, ამჯერად 3 რაუნდად დავყავი ეს კითხვები. პირველ რაუნდში განსხვავებული ქულები იქნება, როგორც გამოცნობილ სწორპასუხზე, ასევე იმ ვერსიაზე, რომელითაც მოატყუებთ თქვენს კოლეგებს და ამ შემთხვევაში თქვენს მტრებს ამ თამაში. ამ ყველა რაუნდში იქნება განსხვავებული და გვექნება მეცხრე ფინალური შეკითხვა. ანუ 4 შეკითხვა და მერე მეცხრე ფინალური შეკითხვა, სადაც ყველაზე მეტი ქულა გათამაშდება, რომ მეტნაკლებად აზრი ქონდეს ყველა რაუნდს რა, იმიტომ რომ წინაზე ანდრო ძალიან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თეორიული შანსები სხვებს ჰქონდათ, ამ შემთხვევაში მაგალითად ბოლოში სწორი პასუხი 10 ქულა იქნება და 5 ქულა იქნება ის ვერსია, რომელიც თქვენია და სხვები ამით მოატყუეთ. ისევ გამოტოვებული იქნება რაღაცა მოცემულობაში, რაღაც ადგილი, შეიძლება იქ სიტყვა იყოს ჩასაწერი, შეიძლება წინადადება, შეიძლება რაღაცა სიტყვათა ერთობლიობა. მოკლედ, იცით მეტნაკლებად რაც არის, თუ არ იცით, წინა განაცემები ნახეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მე მგონი პირველად ვთქვი, რომ არხი გამოიწერე. მეც მგონი მოვიდა მაგის დროს სადღაც მეთქვა. გიორგი ფოფხაძე, ნიკა დაბადაძე, გიორგი ციხისთავი და ანდრო ხელაძე მეგობრებო შეეცდებიან გახდნენ საუკეთესო მატყუარები. დავიწყოთ რეგალია. დავიწყოთ. პირველი რაუნდის პირველი შეკითხვა, შეგახსენებთ რომ იქნება 4 შეკითხვა. პირველ რაუნდში სწორი პასუხი არის 3 ქულა, ხოლო ის ვერსია, რომლითაც მოატყუებთ თქვენს კოლეგებს 1 ქულა. და პირველი მოცემულობა მეგობრებო არის ესეთი 2002 წელს ნიუკასლის ფეხბურთელი კლარენს აკუნია პოლიციამ გააჩერა და მანქანის ნასვა მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმა ჩამოართვა კიდევაც მართვის მოწმობა აკუნია საჭესთან გამოტოვებული ადგილი კოსტუმით იჯდა და კლუბის საშობაო წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა გეტყვით რომ ეს იყო კოსტუმირებული წვეულება და უნდა დაასახელოთ რისი ვისი თუ ასე შემდეგ კოსტუმით იჯდა იქ. მომწერეთ მე და ნათესაობით ბრუნვაში ალბათ. მე მაინტერესებს აი ტაპსონას ხო პირველი თამაშია და თუ მიუღწევითო ტაპსონას ვერსია. აი ჩვენსაც კაი ვერ ვიცნობთ შენი რომელი არის. აი ტაპსონასი რო არის რო გიყურებს ტაპსონი. ნაადრევა დაყვავებული მუშის ფოთოლივით. რა იყო ზმა? არა, პროცედურებით მეგონა. მეგობრებო, გვაქვს ვერსიები. შეგახსენებთ რომ 4 არის აქედან თქვენი ვერსია, 1 ნამდვილი ვერსია. ვერსიები არის. აკუნია საჭესთან შავ-თეთრი ზოლიანი კოსტუმით იჯდა. აკუნია საჭესთან გაწუწული კაჭკაჭის, თეთრი დათვის, კაპიტან კაუჭას და მწვანე ვაშლის. და მე რა მაინტერესებს ეს თვითონ ამ წინადადება საიდან არის ამოღებული? რომელიღაც სტატიიდან არის. რატო გაწუწული არის ინგლისურად? ინგლისურად დაწერენ გაწუწული. BBC-ს მაგას ყველაფერს დაწერენ. BBC-ს ნიუსი იყო თავის დრო შავ-თეთრი ზოლიანი იყო სწორი პასუხი. შავ-თეთრი ზოლიანი. და გამიხარდება ძალიან თუ იქნება. აუ ეს შავ-თეთრი ზოლიანი ფოფხასი ხო არ არის და აი აუს ვერსია. ხო როგორც ისე იყო. აი ეს ერთი და იგივეს ხო არ ვიცი. ძალიან თავის არა. ვიწეროთ ახლა ჩვენ რა გგონია სწორი. რა გგონია სწორი. ეგ ფრაზა მომწერეთ მე. ფრაზა? ჩვენ რა ინდივიდუალურად რაც გონიათ, შეგახსენებთ რომ ერთმანეთის მეტოქეები ხართ. ფრაზად მომწერეთ. მე გეტყვით რომელი მგონია ტაპსონას. გაწუწული კაჭკაჭის. გაწუწული კაჭკაჭის ტაპს. მართალი. შავ-თეთრი ზოლიანი ფოფხასი. ნუ ეს შენ ერთ აღიარება იყო? კი. კაი ხა. მოჭველეგა წეგანი. ან კაუჭას და წეგანი ისეთ რაღაცებს უყურებდით მე გონია მანდი იყო ეგ ფრაზა. კაჭკაჭი იყო და გაწუწული დაამატე. არა, დეგენერატო კაჭკაჭი. მივიღე გადაწყვეტილი. შენ დარჩე. ეს ვარიანტი. აბსოლუტ. სწორი ვარიანტი არის. იმით რა ქვია, ან შავ-თეთრი ზოლიანი, ან მწვანე ვაშლის. მწვანე ვაშლის კოსტუმი როგორია? არ ვიცი. მეგობრებო, გეტყვით რომ მეფური დასაწყისი გაქვთ, ყველამ გამოიცანეს სწორი პასუხი, არავინ არ შეცდით. მეგონა რომ უფრო მეტად პერსონაჟებზე წახვიდოდით ყველანი, მაგრამ არავინ წახვედი და კაპიტან კაუჭა არის სწორი პასუხი. ძალიან ესეა. მეც მეგონა. რატომაც ვერსიებად მეტყოდათ და ერთი იქნებოდა განსხვავებული და იმერც იფიქრებ. თან ძიმეც ჩავსვი რომ შავ-თეთრი ზოლიანი. კარგი მახე იყო. ჩემი ფავორიტი ვარიანტი იყო, მინდა გითხრა. ტავსო შენი რომელი იყო?
მე შენ გამოიცა. გაწუწული კაჭკაჭი. იმიტომ რომ ტამსონამ ორიგინალობაც სადა, მაგრამ თან აზრობრივად ნიუკასლს დავუკავშირე. გაწუწული კოსტები როგორია? აი ცოტა სოელია. ცოტა სოე. ჩამოს. დილის 7-ზე საჩისთან ნასვამი როზი ხარ? ცოტა დაერგა. გაწუწული აჯგაჭი ვარჯე ოტაბღერის. მაგას. ჩემი იყო თეთრი დათვი მეგობრებო. არ მოგეწონათ? წვანე ვაშლი რა შენი. წვანე ვაშლის კოსტები როგორია? დებილობა აი. ზემოდან იპურება. მაგას როგორ ავიროა გამოგება. ესტები ხელს გვიშლის უბრალოდ. ხელები საიდანაა გამოწეული ვაშლი? არის აი მაგიტო გააჩერეს ნამდვილად. შინდლერას ჩაწილებშია ჩვენ ხელები ხო არის გრაცია? რატო გააჩერეს? ჰოტდოგი და კიდე რაღაც. ჰოტდოგი და მე სპერმის. უკეთროდეს ეს. ანუ ანტუან სპერმზე არის საუბარი ხალხო. ერთ მადლობა დიდი ძალიან. შემდეგი მეგობრებო აჰა. არის სტივენ აილენდის ამბავი. მოკლედ სტივენ აილენდი ტყულების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს თავის დროზე. წლების შემდეგ ნაკრებში დაბრუნება სურდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ უბედავდა ვერავის ეთქვა ეს ყველაფერი. როი კინი თვითმფრინავით მგზავრობდა, მაშინ უკვე ირლანდიის ნაკრებში მუშაობდა კინი. და როდესაც როი კინი თვითმფრინავში იყო, მაშინ როდესაც აილენდის ეს სურვილი გამოტოვებული ადგილი გაუზიარა ლეგენდარულ ირლანდიელს. უნდა დაწერო ვინ ან რამ გაუზიარა. ანუ თვითმფრინავში სურვილი რა იყო ეგ უნდა დავწეროთ? არა. სურვილი იყო რომ ნაკრებში დაბრუნება. ეს სურვილი ვინ? სტივენ აილენდის ეს სურვილი. ვიღაც ტიპმა გაუზიარა როი. ვინ გაუზიარა აუჩ ლევს გავიგეს რა არის. ვიღაც ტიპმა გაუზიარა როიკინს ხო? უნდა დაწეროთ ვინ ან რამ გაუზიარა ლეგენდარულ ირლანდიელს სტივენ აილენდის. ანუ ამჯერად მოთხრობით ბრუნვაში ვწერთ მეგობრებო. ქვეყანა რა. ციხე შენ გელოდებით ხოლოდ. რა მალეწერთ რა გჭირდა? აი ესეთი სტრაფე. ოჩა ბოდიში. ის მილორა გვაყოვნებდა ესე იგი წინას. ხო და მილორას მე ვიყავი ნელი და არ ვჩანდი. კი. არ წინაზე მეც ვაყოვნებდი. მაგრამ ხა დარენ ინგლენდმა არა იმანე. დარენ ინგლენდი არის ეხა მსაჯი. არა ვაფასე. ისმა ბებიამ მოკლედ დენის ირვინმა და მაგრამ აილენდის ო რა არის? ახლავე აილენდის ეს სურვილი როიკინს გაუზიარა დარენ ინგლენდმა, ზურაბ მეძველიამ, მისმა ბებიამ, დენის ირვინმა თუ შოთა არველაძემ. აირჩიეთ სწორი პასუხი. დენის ირვინი ძალიან სწორი პასუხს გავს. აუ დარენ ინგლენდი ძალიან მომწონს აირლენდი ინგლენდის დენის ირვინმა თუ გაუზიარა რა. აი არა, ხო, მაგას ვთქვი, მაგრამ დენის ირვინმა არის კარგი მოსატყუებელი ირლანდიელია მანჩესტერში როიკინის თანაგუნდს. ბებიამ, ვისმა ბებიამ, როიკინის ბებიამ თუ ალბათ აილენდის ბებიამ. ან როიკინთან რატო უნდა მიცულიყო? შოთის ბოლო ისინი ბიჭები არ ვიწყებენ, არ მინახავს და იქ აქვს რამე ეგეთი მოყოლილი, ნავიჯერ. ბიჭო, აირლენდს და შოთის სად უთამაშო? ნუ არ ვიცი მე არ ვიცი სხვა ხო მეძველა არ იყოს, იმიტომ რომ შოთაც ფორესტ გამპივითაა ყველგან. მე კი არა. პინგ-პონგის ტურნირი მოიგო და მე. ყველგან შოთი მე. აილენდის ამას დაუბრუნებია და შოთის დააჩი სულთოდ დაბადების დღეს. შოთი არ ვალოდე შემეც არის ციხეს ვერსია. მაშინ მევიდელია დენის ირვინია შენი ვერსია. ზურა მეძველია მგონია ანდროს ვერსია. და გავარტყამთ ერთისა და ორიც. ერთისა და მეორეც. აქ ნიკა როგორ არის შეფასება? 1 და 3? 1-3. აუ დარენ ინგლენდმა ძალიან რა დანერ ინგლენდმა? ძალიან გადაობა იქნება. ამ ხელა დარენ ერთადერთი ვინც არასწორად უპასუხა მეგობრებო არის ნიკოლას ტაბატაძე, რომელმაც დენის ირვინი აირჩია რატომაც და ფოფხას ამით აჩუქა პირველობა ამ მომენტისთვის მისმა ბებიამ. მეგობრებო, ამბავი ის არის, რომ თავის დროზე იმიტომ მოკვეთეს საერთოდ აილენდი, რა ლოგიკა? რომ ბებიაზევე იტყუებოდ ბებია მომიკვდა ნაკრებში გამოძახა. გაიყვა რომ ბები არ მოუკვდა, რო არ მოუკვდა მე თქვა რომ ეგ კი არა სხვა ბებიაო, მე იმაზეც გაიყვა რომ მე ეგ კი არა კიდე სხვა ბებიაო და დაბრუნება რომ მოუდა ეგრე გადაიჯაჭვა ბედის წელი. წაფები რომ მართლა საკუთარ ცოცხალი ბებია შეხვდა როიკის თვითონში და უთხრა რომ ჩემი შვილიშვილი ნაკრებში დააბრუნოთ და ეს გაგიჟდა კაცი მკვდარი ეგონა ხო. სენის არა ხარ? მოკლედ ჩვენი ტყუილები როცა რეპორტაჟი დაყვა. კაი, ტაპსონ შენი ფოფხა მაიღო 4 ქულა, არის შვიც.
თაფსონა დარჩა 3-ზე ციხე. სასიცილოდ არ ინგლენდი რო სტევენ აილენდს. შენი ვერსია იყო. არ ინგლენდი არის. შენ თავს ვიცავარ სწორი პასუხი რო არ მგონებოდა მისამებენ მოეჭველი არ ინგლენდი არის. ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს მე მოსაგებად არა, ბიჭო, აირლენდი, ინგლენდი, აილენდი. მაგის კარგია. მაგრამ არ ინგლენდი რა ვიღაც ინგლენდი ეთქვა. არ ვიცი, არ ვიცი სხვა ინგლენდი. ანდრო მეძველაში. ესამე შეკითხვა. ო, მადლობა ფოფხა, მადლობა და მეგობრებო, ესეთი რამე მოხდა, იმედი მაქვს არ იცით ეს ფაქტი, თორე პასუხიც მარტივი თქვენთვის. 1996 წელს Southampton Manchester United-ის თამაშის პირველი ტაიმი მასპინძლობა 3-0 მოიგეს. შეგირდებმა. მეორე ნახევარში ფერგის შეგირდებმა მართალია რუხი ფორმები გამოიცვალეს, ანუ რუხი ფორმებით იყვნენ და თეთრ ლურჯი ფორმებით გამოვიდნენ. ამის გამო ჯარიმის გადახდა მოუწია შემდეგ მანჩესტერს. ესეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება ფეხბურთში. თამაშის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა ეს ფაქტი გამოტოვებული. იგი უნდა მეთქვა როგორ ახსნა. ანუ არ მოგწერს ორპას. ხო, რაღაც სხვა მომწერა და ასე როგორ უნდა ჩავსვათ ახლა ვერ ზუკას აქვს მოგო. არა, ეგ ფაქტად მომეცი, აი როგორ ახსნა და მე გაგა დავალაგებ ფერტაკ. ოკეი. წინაზე რო გაგიჩალიჩა ეგრე არა, ოდამჯერად. ანუ 2 წუთი ასე უჭირავს და ძალიან დიდ ტექსტს ყველა ჯერზე. შლივს რაღაცას გვატყუებს, ხო? აუ ციხე რამდენ ქულას გაკეთავს ახლა აქედანაზე ხა? არა ბიჭო. არა, ის რატომ ამბობ, რომ სწორი პასუხი შესაბამისად შეგიძლია რომ ისეთი პასუხი თქვა, რომელიც სწორი არის, მაგრამ ახლოს იქნება. ოკეი. რომელსაც დავაჭერთ ჩვენ? ბიჭო, ოღონდ იმედია სწორად მახსოვს. ზუკას აქვს როგორც მახსოვს მოყოლი. ჩემ. იმედია ზოგამ სწორად წაიგითხა, სწორად მოყვან და მე შენ შესაბამისად არ შეგიყვან. მოიღო ჩემთვისაც ისე. აი იქნება. ან გეყურებინა Southampton United-ისთვის რომელიმე. მე მიმყავდა 9-0 რომ მოიგეს. Southampton არ მოიგო? Manchester. კაიხო. 3-1-ზე ხო ნიკაისო? კი. 3-1-ზე ისევ. ანუ არის დარდოთ ბიჭებო. არის დარდო. მეგობრებო, ეხ, ფერგიმ ეს ფაქტი, რომ მეორე ტაიმში სხვა ფორმით შემოვიდა Manchester United-ი, ახსნა შემდეგნაირად. ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ვერ ხედავდნენო, ფერის ცვალების გამო გააკეთა, საჯსაც რუხი ფორმა ეცვაო, ორი დალტონიკი ფეხბურთელი რუხ ფერს ვერ აღიქვამდაო და წვიმიან ამინჩი Southampton-ის ფორმაც განაცისფრდაო. განაცისფრდა. მაგრამ კარგი, მოიცი. სუსუ ესენი ელონდება რა. რა ხდება ახლა აქცი? მე მიუწერე უკვე. ბიჭო, უყურე ორი მსგავსი ვარიანტია. სამი მსგავს, ბევრი მსგავს ვაფშე რა ხდება? მართლა რა ხდება? ფერის ცვალების გამო გააკეთა, აი, ორი დალტონიკი ფეხბურთელი რუხ ფერს ვერ აღიქვამდა. ეგ ხო იქამდეც ესოდინებოდათ სავარაუდოდ საფეხბურთო კლუბი United-ში რომ ის ორი დალტონიკი ფეხბურთელი ამბობ. უსჯელობ რა. უკაცრავად ეს. მართალია ტაფსონა. არ უნდა მემშელო? მარემ კიდე ერთის და გამორიცხვის მეთოდით. Southampton-ი პროსტა თეთრ წითელში იქნებოდა გამოწყობილი, ხო? აუი, სულ ეგ ფერი ეცვათ. აი ხარო, რაც მივიწერე უკვე კი ბატონო. ფოფხა დავიწყო ჩემგან რა უბასხე? საჩსაც რუხი ფორმა ეცვა. წვიმიან ამინჩი. შენ მიიწერე? დებილობა, წვიმიან ამინჩი. წვიმიან ამინჩი როგორ უნდა გააცრეს წითელ ალახს პირველი ფეხბურთელი მოედანზე ერთმანეთს ვერ ხედავ. აი რას თითქოს ვერ მივხვდი ხო? სწორია. ანუ ფერგი მახსნა ესე რომ სწორი რომელი? მიუჩოველები იყვნენ და ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. თავს რო წევდნენო, ვერ ხედავდნენ საკუთარ თანაგუნდელებსო და ამ შემდეგ ეგ ფორმა აღარ ჩაუცვალა. ყველა კითხვას ეგ. კი, ზუკას აქვს ეგ ფორმა, აყიდვიდანაც კი რომლითაც მე ითამაშა Manchester-მა. კაი, ესე იგი, ორიგინალია. რუხი საჯის რუხი ფორმა ვისია? ჩემი. შენ აიღე ანუ დაგიბრუნე ეგ ერთი. ერთი წამით. ფოფხა დარჩა, ტაფსონა გახდა 4-ს. ციხე 3 ქულა 9 და ანდროს ვერსია, ანუ 4 აიღე 10. ანდროს ვერსია იყო რომელი? და წვიმაში ის. კი. რა სისულელე დავწერე. მე თან გამოვიცი. წვიმა იცი რატო არ დავწერე? მეც ქულები. ამაგარი მიზეზკი. ქულები ლურჯი ფორმა ძალიან გადაიცა. არია. და წვიმაში ამათი ფორმაც განაცრისფრებოდა მე. ხო და აი ხო. მაინჩია შენი ვერსიიდან სწორი. არა, ბიჭო, უბრალოდ ფეხბურთელები ერთმანეთს ვერ ხედავენ იმდენად. სისულელე მიზეზია. ფეხბურთა, ეხა შემდეგ კითხვა ის მაგას უპასუხებ, რაც არ უნდა მოიტანო, მე ხდება ფეხბურთელები მოედანზე. ამით მორჩა მეგობრებო. დებილი გისა.
სუბუქ შეკითხვები და გადავდივართ მძიმე არტილერიაზე. მძიმე გვაინტერესებს. Hardcore დავაი. პირველი რაუნდის ბოლო შეკითხვა. დიდი ქართველი პუბლიცისტის მორიგი სიტყვების წყობრი გამოყენების მეფური მაგალითი. ვინ არის? დიდი ქართველი პუბლიცისტი. აკამორჩილას. თუ არა ნიკოლოზ ტაბატაძე მეგობრებო, რომელიც ჟურნალ, რა თქმა უნდა, ოპერაციობა აქვს ამით აფსონეს, მაგრამ რას ვიზავ? პირველად თამაშობ. აუ, ამასაც წავაგებ უეჯურნალისტი არა. მოკლედ, ჟურნალ მარკაში ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას ის ასე გამოეგოგმანა რას ნიშნავს ციხე? ეს სამყაროს ინტერპრეტაცია. აი მე რო გამოვეგოგმანე. სიტყვაზე რო ამბობ. არ არის ჩემი. გამოგავანე. ეს ებუაცია რა მოიგონე. საიდან იწყება? აი, აქედან იწყება ტაფსონდა სიტყვა. უკაცრავად მარკაში რაღაცაზე ხელი დაეჭირა და სიმართლე გაეპარათ. გამოტოვებული ადგილი. მაგრამ მაინც მადლობა. ვახჩე. რა და უნდა დავწერო. არა თქმა უნდა. ანძრევთ, მაგრამ მაინც მადლობა. აუ რა. სპილო აქ. კი. უკაცრავად მარკაში რაღაცაზე ხელი დაეჭირათ და სიმართლე გაეპარათ. გაიხსენე. უხერხულია, მაგრამ მაინც მადლობა. უხერხულია? მაინც მადლობა. აბსურდული არის კი. აქ გზელი სიტყვა არ ეწერება რა. კარგი. ძალიან გადაოფ იმაზე რომ აბსოლუტურად რაც არ უნდა მართალი იქნება. აი მე ხა ვარაუდობ ნიკოლოზესებოა. შენ სწორია კი არ უნდა მიწერო ბიჭო. შენ გიჩევნია რომ ისეთი პასუხი მიიღო. რატო არაფერი ავიკარგებ, მაგრამ არასწორი. ამას მივიღებ შენს ვერსიად. ანუ ეს არ არის. არა. თუ კიდე სხვა რამე მომწერე ვერსია. არა ეს მომწონს. კი, იყოს. თქვენს მიწერეთ? აი მომწონს. საბოწავედით. რას ვიტყოდი ბიჭო აქეთ? არ ვიცი. მოდი ვიმსჯელოს. შენ შეიძლება ნებისმიერ რამე გეტყვი. მაგრამ თქვენ ხა ჩემი სწორი პასუხის გამოსვლებას ხო არ ცდილობთ სინამდვილეში? შენის, ანუ ამ სწორ პასუხს ანუ ეხლა ჯერდობთ შენ რა შეიძლება და მიგეწერა. ხო. არა, ხო. ჯერ ლოგიკურ პასუხს დავსო. კურსში მითხარი ერთი ვარიანტი რამე და მაგას მივწერ მე. ბიჭო, მარკაში რაღაც და სიმართლე გაებარეთ. რა ვთქვი? ძალიან მომწონს რომ აი საკუთარი აი მაინტერესებს თუ გამოიცნობ. არა, მე თუ გაგახსენდება მე რომ აი ეს ვარ რა. გასაგებია, რატო ეგეთი მოულოდნელი რა. არა, არ ვიცი რა გითხრა ეხლა. მე ხო წარმოდგენა არა. სიტყვას ვიხსენებ რაღაცას, ანუ სიტყვებით და იცი? ანუ არა, სიტყვას ვიხსენებ. მეგობრებო, შეძველი ტაფონებაში რას დაწერდა მითხარით და მომწერეთ. სიტყვები შეიძლება რამდენიმე სიტყვა შეიძლება ერთ სიტყვა როგორც გაგიხარდება. ნეტ როდინდელი პოსტი ხო არ გახსოვს, ანუ თარიღი და ხო. მესი ინტერმაიამში ჩავსკროლე და შეიძლება 2024? შეიძლება 24-ია. ანუ ინტერმაიამში. ხო. თუ უკვე არა. როგორ არა გაწევს? ამერია დროს. არა, არის. არა, მარკაში ეწერა რომ ფეხბურთის ღმერთიო რა. უკაცრავად მარკაში რაღაცაზე ხელი დაჭერა და სიმართლე გაეპარათ რომ ფეხბურთის ღმერთია, მკარეხელობა. მე ეს რაუნდი უნდა წამოვიღო. ამი დავაჭერე. კაი, მოიწერეთ ახლა, всё. ფოფხა. ოპა, ანდოხნოდის სახეზე აშკარად ეშმაკუნები ათამაშდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგულის წყვეტას ნიშნავს ეგ. რა მკრეხელობა არ ჯდებოდა ის მართალი. როგორ არ ჯდებოდა მე მკრეხელობას დავაჭერდი ანდრო რო იცოდე. თაგვიანებულია. აუ. მეგობრებო, ვაიმე. აბშავიც. იცი? ვერსიები გვაქვს. ამ შენი სიმართლე გაეპარათ, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც მადლობა. საუკუნის ლიმიტი დახარჯულია, მაგრამ მაინც მადლობა. ვიცი რომ ბანალურია, მაგრამ მაინც მადლობა. უჩვეულოა, მაგრამ მაინც მადლობა. 5 წლით დაგაგვიანდათ, მაგრამ მაინც მადლობა. ორი ვერსია მარტო აქედან. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სამწუხაროა, რომ სხვა ვერსიები ძალიან ბანალური არის. რეალურად შეგეძლოთ ულამაზესი ვერსიები დაგეწერათ. დაგეწერათ. არა ბანალური. არა, იმენ რო თქვა თორე. დაფსონამ გეტყვით რომ საკუთარი გამოიცნო სწორად. მოიწერა, გაახსენდა, საკუთარი თავი ამოიცნო ტექსტში. ბიჭო, კი. რა თქმა უნდა, ეგრე ყველა ამოიცნობს. ხო? იმას, ორი ვერსიას თუ ვერ იპოვე. რადგან დებიუტანტია უბრალოდ ადამიანს. აუ, გაი რა. არ თქვა არა. არ ვეუბნები რა თქმა უნდა. რა მეიწერე? მეგობრებო, რა უბასუხე? დაგვიანებულია. რა უბასუხე? საუკუნის ლიმიტი დახარჯული. ეს ასე. ჩემი კაი. ციხე რა უბასუხე? წლით დაგაგვიანდა. შენ რა უბასუხე? ციხე? 5 წლით დაგაგვიანდა. ანდრო, შენ რა უბასუხე? აქ მე რამდენი კვლავ ვიგენი. დაგვიანებულია დაწერა ანდრო. დაგვიანებულია, ვისი პასუხია?
შენი. რა თქმა უნდა. საკუთარი თავი 5 წლით დაგაგვიანდათ? 5 წლით დაგაგვიანდათ იყო ძალიან ლამაზი ვერსია. საუკუნის ლიმიტი ბიჭო, იმიტომ რომ ამ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელეს. გავიგე, ეხლა გავიგე. მარკას headline ეგ იყო რომ ამ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელეს. ანალურია და უჩვეულოა რა იდე. დაწერეთ რამე მე ფული რაღაცა. ამ საუკუნის გავიგე. ანუ კლავიატურა ვაფშე წავართოთ კი ხვეწებით რა. რამდენი კაცი ჭირდება რომ 5 კულა იყო ტაფსონა. არ ვიცი, რეპორტები გავუშვათ უეჭო. და თქვენ მეგობრებო, ვინც ახლა ამ ყველაფერს უყურებთ, ხოთ გამოიწეროთ ჩემი პეიჯი, რომელსაც ნიკა ესებულა გამოანათებს. არ ამოანათებს, მაგრამ გამოიწერეთ. მაგრამ გამოიწერეთ, რა თქმა უნდა, ამოანათე. პოპკას ერთი კულა დაუწერე. რეპორტოთ. Pop-up. გამოიწერეთ ჩემი პეიჯი. 8 სწორი პასუხი ვერ გამოიწერეთ. შენ აიღე. 5 წლით დაგვიანებული. ვერაფერი ვერ აიღე, ხო? შენ და ანდრომა იყო 1. ანდრომს არაული. ანდროს არაფერი არაული. 5 მართალია, მოდიში. აფსონა მაიღო 2, ანუ აფსონა მაიღო დავწერეთ მე და ორი პასუხი, 3 ჩვენი 2 კულა და 1 პოპხა. ხო. აფსონა ხო. აი იგივე რაოდენობა. აფსონა იყო 20 და დაემატა 4. უკაცრავად მეგობრებო. აფსონა იყო 4 კულას და 5. ხო, 9. დაფიქრეთ რომ პირველი რაუნდი დასრულდა. საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელეს. ეგ არის headline და ძალიან ლოგიკურია. მეგობრებო, პირველი რაუნდი დასრულდა. მეორე რაუნდს ამ რაუნდში სულება არის ერთადერთი რამ, ქულები არ განსხვავებული. 2-6. აშენდა? 2-6. არა, ამ მომენტის პირველი რაუნდის შემდეგ 8 6 რომ 9 ტაფსონა, 9 ციხე, 10 ანდრო. ამაინც ვიდეო? კი, ანდრო, კი. შემეც შენ ჩემ პოსტი არ მოგიტანი ერთხელ. შენი პოსტი ვერ მოვიტანე, მინდოდა მართლა, მაგრამ ვერ ამოვარჩიე, მაგრამ ვიპოვი რაღაცა შენთანაც. საუკუნის ლიმიტი. ხო, სანამ შენ იმიტომ ეგრე აუწერ. სანამ შენ გამეს ვიპოვი. მადლობა ანდრო ეგრე რო არ. მეგობრებო, აი, პოპკასი მოიც მოგიტანა, ტოპს ჩავსვავდი და სტორი იქნება. პოპკა პოსტებს არ წერს. წერს და ტოპს იყენებს ყველაში. შემდეგი მეგობრებო არის რატო გვაჰეიტებ? ენაკვიმატობით ცნობილი ქართველი კომენტატორი. შენთან ვაფშე არაფერი საერთო არ მაქვს. საუკუნის ლიმიტი დახარჯული. აზრია. უკაცრავად. ენაკვიმატობით ცნობილი ლუკა მილორავა. ქართველი კომენტატორი ლუკა მილორავა არის, რომელმაც წლების წინ სეტანდასა და Netflix შორის პარტნიორობას პოსტი მიუძღვნა. სადაც ერთ მხარეს ჩამოწერილი აქვს Netflix-ის ცნობილი სერიალები, როგორც ხედავ და მეორე მხარეს დარკი მაგალითად, როგორც ჟოზე მოურინიოს ფეხბურთი. ალეგრის. Stranger Things, როგორც გამოტოვებული ადგილი. Better Call Saul, როგორც Saul Niguez-ი, ამაზე აქვს მან ბევრი აღარ იფიქრა. კი, ამაზე აქვს დარკი რატოა ჟოზე? ლამაზი ორიგინალური ბას. გამოყენებული. მოკლედ, არის Stranger მიმდებარებული. Things-ზე როგორც რა, უნდა დაწეროთ. ლუკა მილორავას აზრით. დარკ როგორ ჟოზე მოურინიოს ფეხბურთი რატო? უბრალოდ ძალიან ხო ლოგიკას ნუ. Stranger Things-ზე რო დენი. ესე იგი უბრალოდ. დარკი უბრალოდ პირდაპირ გაგებით და. ხო, სანუ მაგის უბრალოდ ესე იგი. სერიალთან კავშირი ვერ აქვს ჟოზე. მილორ რა. არა რა თქვი პროსტა. Stranger Things. აუ ნანახი მაინც კონდეს. შეგმა გააქვს და არ გახსოვს. არა Stranger Things მომწერეთ. რო არის ვერსიები მომწეროთ. ეგ არ დაგეხმარება პოპ. აი თვითონ სათაურიც კი, ანუ სათაურია რა. არა. Stranger Things-ია პროსტა. როგორც მილანის სატრანსფერო პოლიტიკა, მილანის ბოლო სკუდეტო, გლაზგო რეინჯერსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლესტერის ჩემპიონობა. გლაზგო რეინჯერსი, აი უბრალოდ მითხარით, შეიძლება რატო? ჰა? Glasgow Rangers-ი რატო შეიძლება იყოს? აი მაგის პასუხს გეტყვის ვინც დაწერა იგი? ხო, იმიტომ რომ აი შანსი არა ეგ დავიჩიო. აუჩი რაღაცა მილანზია ხო უეჭველი. რას დაწერდა ეხა მილორავა არა მილანოს. რეინჯერ რატო იყო? აუ, არა იყო? დიდი ქული ჩამორჩებოდა მილანიდან მერე. აა, მილანის ბოლოს სკუდეტოში რა იყო ისეთ რა. აი მე პასუხები. Glasgow Rangers-ი რო არ სწორია მაგას გეტყვით მარტო. აუ, არო. უბრალოდ ეს აი მილორ რეინჯერსის რა არის ანუ მილორ და რეინჯერსა შუაში. რა რეინჯერსი wordplay არა ეგ. Stranger response-ია რა ეგ. Ranger-ი? აი ვინგი პასუხი. Popka! გამღალეთ შეჭემო უკვე. როგორ გვაფარე ვარიანტია ძმა. ის არა ვარიანტია. ეგ ხო wordplay-ია. აი გამოსწუე ხო? ვაიმე. აუ დავიტანჯე თქვენი ტანჯვი. მე არ დავტანჯუე. Stranger Things, Ranger Things. Rangers
აუ ფოფხა ანუ აგული არ დაიწყოს იმიტომ რომ არა რა თქმა უნდა არის დაუდით მაგრამ იმდენი ფიქრი დაიწყეთ რომ პასუხები მომწერთ პასუხი რატო წერია ეგო просто მოგიწერე პასუხები გავიღარე ანუ აი რავი თუ მომატყუეთ აი ვინც ეს მოიტყვეთ კაი ყური როცა ჭრიანი ყოფილიყართ თუ ეს მომატყუეთ ბრავო ტაშიც დამეკრია თქვენთვის რა თუ ამაში ამხელა კრეატივი და გონება ჩადეთ აბა ზადო არ ხო კი ბატონო რა უპასუხებ მილანის სატრანსფერო პოლიტიკა ვის იყო ეს ანდრო შენი ხო მე მგონი რა თქმა უნდა ანდროსია და მაგას არ უჭამდი 2 მილანი იმიტომ რომ მილანის ბოლო წკუდე იყო ჩემი და ლესტერის ჩემპიონობა სწორი პასუხი თავის ცხადია სწორია რა თქმა უნდა ლესტერის ჩემპიონობა რა თქმა უნდა შენ დაწერე ორივე მოვიდეთ ვარ ვაქო Stranger Things არის ანუ ნახე აქ საერთოდ ეგ უკვე მას კითხე სწორი პასუხი რაოდ უცნაური ამბავი რა ხანი საულ ნიგესი ეწერა ეგრე მარტივად Manchester United-ი რა იმიტომ რომ upside down-ში იყო Manchester United-ი და რავი მილანის სატრანსფერო მოგონი ჭამდნენ რა ზოგადად რამე უკაცრავად გადადი რა მილორამას დრო საათ შემოხულა გადადი იმაზე აბსოლუტურად მილანის სატრანსფერო პოლიტიკა ნახე Better Call Saul ნიგესი რაღაცა ხო გავიგე ზოგადად უწერია დარქი როგორც ჯოზე მორინოს ფეხბურთი როგორც ყოველთვის და რაღა მაინც და მაინც იმ current Twitter-ებას მოარგო Manchester United-ი ანუ ლესტერის ჩემპიონობა უფრო უცნაური მოვლენა არ არის ეგ უფრო ლოგიკურია რა თუმცა მე წავედი ისე რომ თითქოს უჭერს ვიღაცას და ქვემოთაა და ხო და ნუ აი კარგა და ლოგიკას ექვემდებარება და აბსოლუტურად შენ აიღე მისი ხეული შენ აიღე ესე იგი 6 და შენი ვერსია რა იყო ჩემი ვერსია იყო მილანის ბოლოს კუდეტ შენ აიღე მხოლოდ 6 როგორც კი ეს თქვენი ვიღაცა ტიპების ციტატები მოვიდა ეგრევე ჩამოვიშალე ანდრომ ხო მანჩესტერი აირჩია 8 და ანდრომ აიღო 2 ქულა 8 არა დაიჭერით რა ვერ გამოიცა ვერ გამოიცა მე ვერ გამოვიცანი მაგრამ გადაცემას ქვია ვინ უკეთ იტყუება და ფასდება სწორი პასუხები უფრო მეტად ვიდრე ის რომ ვიღაც მე და შენ ერთი ლოგო მქონდა ტყუილში თუმცა შენ მოატყუე მაგრამ ბოლოს კუდეტო წინა კიდე თეფიკი იქნებოდა და მოხდებოდა მილორას იმ მომენტის რაღაცა მილანის სატრანსფერო პოლიტიკა რატო იყო ცუდი პასუხი ერთი მითხარი არა კაი არა კაცო მითხარი რომ მეგობრებო ანიშნავი პასუხიც კი ცუდი არ მithქო ჩემი თქვენ უბრალოდ გაგიხსენებიათ რომ აქ წელს რეინჯერსმა მოიგო ევროპა ლიგა რეინჯერსი ჩამჯდარი მოაშორე აქ ეს მეგობრებო გაზეთი სარბიელია დავაი სადაც შეიძლება ყველაფერი ხდებოდეს იმიტომ რომ 2007 წელია თან აბა გაზეთი სარბიელის 2007 წლის ერთ-ერთ ნომერში იმ დროს ჩელსის თავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსა და ჩელსის თავმჯდომარე ჯოზე ბაქს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე სტატია ამ სათაურით რაღაც ფრაზაა გამოტოვებული რომელიც კითხვის ნიშნით მთავრდება გამოვიდა გეტყვით დაძაბული ურთიერთობა რაზე იყო ჟოზეს უნდოდა რომ კონტრაქტი მალე გაეფორმებინათ ლამპარდთან და ჯონ ტერისთან და ბაკი ცოტა საჭიანურებდა რომ ესე ყოველდღე მაღაზე ფიქრში ნამდვილად არ ვარ თქო დაძაბული ესეც ხო ნუ ჩილ დაძაბულობა ხო სუბუქა არ დაძებდნენ მოსაყოვად კაი რაღაც სათაური უნდა მითხრათ რომლის ბოლოსაც კითხვის ნიშანია წარმოიდგინეთ და ჯოზეფ ბაკი ვინ არის? მე მანჩესტერშიც რომ მუშაობდა ის უკაცრავად. ჩემეზეც ყველაზე სახალისო რაუნდი იქნება ეს. კი. პირველად მადლობა. ის ხარხარ ყველაფერი გაგეკეთებინათ, მაგრამ რატომღაც ახლა გააკეთეთ, მაგრამ მაინც მადლობა. აკაუნტი არ იყო სახალისო? მე ვერ არა, ბევრად უფრო მეტზე შეგეძლო. არც აუქციონი, არც დრაფტი და არც ისა. მეტია ბაკი და ჟოზე. მეგობრებო, ვერსიები რაც გვაქვს. ერთი წამი. სუდად ვარ, ერთი წამი. ჟუ მეტია ჟუზე. კითხვის ნიშანი. ბაკიდან ჟოზე აწვეთავს. ხადა ოფსეტი. ჟოზეს ბან ფილებში ბანკს არ უხსნიან. ჟოზეს მოთმინების ბაკი ამოიწყო. ვაიბე. მოთმინების ბაკზე მეც ვიფიქრე. ანუ შეიძლებოდა ეგ მიმეწერა. ციხურია გი. შეიძლება იფიქრე კიდე და მიწერე კიდეც. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამ ვერსიებისთვის. ბიჭო, არა ფიქსმარ. ლამაზი ვერსიები. გადაოფსეხნი. გადაოფსეხნი რომელიმე სერიალის ფრაზა ხო არ არის? გადაოფსეხნი? აი სეხნი.
აი ეგრე მიმართვა აი საკედან ვინიზამდა შეცდეში ხო არის მაგ პერიოდში რო რამე ეხნი იყო რა სიტყვა ესეთი გამოყენებადი თითქოს რატო რა სეხნია რატო არ შენ ბიჭო ერთი წამი ხა მე ძალიან დაბნეული ვარ გულწრფელად რომ გითხრათ სწორი პასუხი რომელია ანუ ყველა მომწონს ანუ ჯური ძალიან გარდა აი მე გარ მომწონს რატო არ მომწონს ანუ არასარბიელურია კაცო ჩვენ სარბიელს უყურებთ რა რა არის არასარბიელური არა რა არის არასარბიელური ჟუმეტია ჯუზე არასარბიელურია ძალიან რავი ეგეთ სეთორები არც მახსოვს სარბიელს ოდეს მე ამ აი 2007 წელია ბიჭო ბაკიდან ჟოზეს აწვეთავს ლოგიკაში არ მოდის იმასთან რაც ზემოთ არა პროსტ ვაიმე ცუდადო შემიძლია დავაფასო ბაკიდან ჟოზეს აწვეთავს უბრალოდ ძალიან საზოცილო მისია ბრავო ტაისკი კროთ ისიც არის მართლაოჩი შენია თავის რა უგრავს ძალიან მგონი ეს შეიძლება პასუხები მოიწერეთ ამ შემთხვევაში გრძელი პასუხებია და უბრალოდ ციფრით საკმარისი იქნება რომ მომწერო აუ სწორი პასუხი აუ ძალიან რთულია მართლა ყველაზე რთული კარგი ვერსიებია ძლივს წინაზე გეც აი აღარ გავწერ ხალი და გულვარ და არა მე ნელ-ნელა შევდივარ ხომ კარგი დავიწყოთ ანდრო კი არა ფოფხა რა პასუხი ჟოზეს მოთმინების ბაკია მოიწურა ეგ ჩემი ვერსია იყო შენ რა დაწერე დაფსო მე დავწერე ჟოზეს ბანკს არ უხსნი ეგ ჩემი ვერსია იყო მეც ჟოზეს ბანკს არ უხსნიან დავწერე ბრავო ფოფხა შენს ფოფხა და ანდრომაც არ აწერე სწორი პასუხი იყო ბაკიდან ჟოზე აწვეთ ბაკიდან ჟოზე აწვეთა სუდადო არ მოიცა რამე ფრაზა არ არის მოიცა ჟურნალ სარბიელის 2000 წლის ივნისის თუ სწორად მახსოვს ივნისის ნომერში არის ბაკიდან ჟოზეს აწვეთ ანუ გაშვების სპონჯი რო აი ცოტაც და გაუშვებენო არა რატო კაცო ბაკიდან აწვეთავს რა ჟოზეს 12 და ტაფსოდა მაიღო 12 რა და არ მაგარი არა ფოფხამს ვერსია ორმავიჩიეთ 14-ია მე მეცავიჩე და ტაფსონა არა და მოთმინების ბაკი ფოფხას აქვს 14 მე მაქვს 19 რანაირად აქვს კორიკულარ არის ფოფხას ვაქონდა 8 მქონდა უეჭვე 12 ეწერა 12 მეწერა მაგრამ ისე ნული 8 ქონდა ფოფხას 8 თუ ქონდა მაშინ 12-ია და მე ტაფსონას 2 დაემატა და 17 გავდა მე 2 დაემატა 19 აუ რა დიდებული ვერსიები იყო აპლოდისმენტები მეგობრებო აი რა მეგობრებო შემდეგი არის კლავ სარბიელი და გაგრძელება არის იმამბის რომელი ჟოზეს ვაწვეთავს ეს მარი გაგრძელება let's go კაი გახსოვთ ხო რაზე გითხარით რაზე მოუვიდათ ეს დაძაბულობა ჯონ ტერის და ლაპარსო კონტრაქტს არ უხდებს ჩელსი რამდენი თვეში გახანგრძლივებაზე იყო საუბარი რომ მოკლედ დადიოდი გახანგრძლივებულში ტერი და ლამპარდი ამბობდნენ რომ კლუბში უციმებს უცხოელ ფეხბურთელებს აქვს ჩვენზე მაღალი ხელფასი ინდონის იყო ეგ შევჩენკო და კიდე ვიღაც და ჩვენ მათზე მაღალი უნდა გქონდეს და რამდენიმე თვეში რეალურად რამდენიმე თვეში კი არა ალბათ ერთ თვეში ან თვენახევარში გაზეთ სარბიელის სტატიიდან ვიგებთ რომ ამერიკის ტურნეში მყოფა ჯონ ტერიმ თავისი გაიტანა და განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი კლუბსა და ფეხბურთელს შორის თუ რაიმე დაძაბულობა არსებობდა ახალი ხელფასით გაქრა იმიტომ რომ ახალი ხელფასი მიიღო ახალი პირობები სტატია კი ასე იყო დასათაურებული გამოტოვებული ადგილი ამერიკაში ტერი და ლამპარდი 131 ანუ 131,000 ფუნტი სტერლინგი გახდა მათი ყოველკვირეული შემოსავალი აუ მოიცეს ამერიკაში დროს რაღაც ამერიკაში წინ რა წერი ამერიკაში სიტყვა თუ სიტყვები თუ რაღაცა 131 სათითაოდ თუ ჯერ ეგ დაიკიდეთ რა უბრალოდ ტერი და ლამპარდმა ორივემ ერთადერთი კონტრაქტი მიიღეს სავარაუდოდ ან სტატიაში გვატყუებენ ან მე ვერ წავიგეთე კარგად რა მნიშვნელობა აქვს first გადამოწვეთ მე ამერიკაში ვინ შეიძლება ყოფილიყო ანუ თუ რა ვერ გავიქი აქ რატო გაგიჟდით ვერ მივხვდი ოღონდ ბიჭო გავუგიჟდით რა შერიგდნენ და აი შერიგება როგორ უნდა იყოს სასაცილო შერიგება კი შეთანხმება როგორ შეიძლება იყოს სასაცილო თაფლობისთვის არ გამოდის იმიტომ რომ პირველი ის უნდა იყოს მაგრამ კარგი ხო აი ეგ არის რა ვერ იმას ქენთ ხო გასაღები ვერ უპოვეთ კარგი შერიგება ამერიკაში ტერი და ლამპარდი 131 ერთი წამი ერთი სიტყვას არა პროტო შევცვლი სიტყვას Magdalena Mojo Sia tuju donde sia pero კიდე ერთხელ შევცვლი მარმაგი poca cosilla que so alegría mi bondo donde sia pero
მეგობრებო, რა გვაქვს? რა ვერსიები გვაქვს? ესე იგი, დასათაურებული იყო ესე. ტერ 2 ამერიკაში, ქორწინება ამერიკაში, ხურდა ამერიკაში, 433 ამერიკაში, 433 ამერიკაში, ჯინის ლამპარი ამერიკაში. აჰო. დავიწყოთ. ანდრო, შენ დავიწყოთ. რა უბრალოდ? ხურდა არ არის სწორი პასუხი. ქორწინება არ არის სწორი პასუხი. ჯინის ლამპარი. ჯინის ლამპარი არ არის სწორი პასუხი. რა უბრალოდ? მიმორიდანა, ხო, ტერორი დავტოვებულო. ტერორი არის მეგობრებო სწორი. ოპა რა! ტერ 2 ამერიკაში. სუსტია. ბოდიში. აშუაში, აი ხატო რა არის? ხო, ვაქებ და ვაქებ, მაგრამ აი და ტერორის ამერიკაში. ქორწინება არ არის ჩემი. აშუაში. ტერი და ტერი. გავიგე, მაგრამ ტერ 2 მეორე გაახანძრება კონტრაქტი მეორე სტატია დასაწერი. არა, ტერორები ალბათ საინტერესო ეს. და თან მეორე შეიძლება შესანიშნავიც არის. არა, ვიღაცთვის მომეწონა. ეხლა მომეწონა. გააკაიურსია. თავიდან ტერიზე დაიბადა ვერ წავედი. 8 ქულა იღე. არ მაგარი. კი ბატონო. 20 აქვს. 20 ქულა. ამბო. აფსონ შენი ვერსია რა იყო? ქორწინება. ვიღაცა მიგავიღე. ეგ არის 19. ციხე შენ. ანდრო მაიღო ხურდა 21. ანდრო დარჩა 12. დაგვრჩა ორი შეკითხვა. და ამ რაუნდის ბოლო შეკითხვა მეგო ფინალური წინ სადაც 5 და 10 ქულა არის. გვაქვს არც ისე ცნობილი პუბლიცისტის ალექსანდრე გავრიჩიძის პუბლიცისტმა კომაკთა სიბეცეს და მათ სიშლეგეს პოსტი მიუძღვნა. ხო და ნაცვლად აკედანიწება. ხო და ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ დავსხდე და ლამაზი თამაშით ვისიამოვნოთ. აქ რაღაცა soap opera შურიზიების სტატუსებს ვკითხულობ. ვინმე ჩუვაკეს გონია რომ ვინმე გამოტოვებული ადგილი გონია რომ ბარსამ რეალი დაამთავრა. ვალერი ჩუკუეზეს ის უხარია რომ ინტერი დაიქცა. ამ დროს კი ნიაზ ონანას და შავლე გრავენბერგს ორმხრივი ცეცხლი აქვთ გახსნილი. აი ეხლა ერთი ტიტული რომ დაემატება ლივერპულს, რომელი უფრო დიდია. რაც გამოტოვებულია, მე იმის დაგეხმარებით ცოტას კეთყვით, რომ დაახლოებით აი ვალერი ჩუკუეზე, ნიაზ ონანა და შავლე გრავენბერგის იმიდან. არ გეთქვა ეგ. რატო? მინდა რომ ყველამ სისულელე დაწეროთ. რა თქვა ეხა? და არ დაწერეთ? რა თქვა? ისეთი დაწერეთ დაწეროთ შავი ვარდი. ხა. აი ეგეთი რაღაც. ჩემი სურვილია რომ დაწეროთ სისულელე ვერსიები და არა შავი ვარდი, მაგალითად. ან გერგილო. მეგობრებო. აბა. გიზბოუკი. ჯუმბერდეიო. ვერსიები. კითხულობთ რომ ვინმე ჯუმბერ დეიონგს, აქსენტი ბალდეს, თენგის არაუხოს, ჯონი ჰეიტინგას, ბატრი არაუხოს. აუხო ურმა როგორ ქენი რაცა მანუა. ცოტა ისაკი. ერთსამეცო. ჰე მაგალენა მოჟო. აქსენტი ბალდე ისეთი სახელი აი. რომელიმე შეუშუნდა იცეკვს. სამური არის და ლაკლანო. აქსენტი ბალდე. ჩა. აკედა. ჯუმბერდეიოგიც აქსენტი ბალდეს ფოქსტროტი. ჯუმბერ. აქ ხوارანაირი ლოგიკა არ არსებობს, უბრალოდ უნდა გავარტყათ. კი. ანუ მე ვიცი რა ლოგიკა ჯონი ჰეიტინგ არის. ჯონი ჰეიტინგ არის, ფოკას ვერსია და არის უსუსტესი და დაარსებში არის. მეორე უნდა მომეწერა. ჯონი გარაშუაში გირიხით ბიჭო ჯონი რო არის ანუ იგი გავიგე მაგრამ ბარსასთან რაღაც აზრობრივი კავშირი ბარსას არ ვიდა ეს სადა იმაზე მაფიქრე კი გრავენბერგი და ისერიეტო რა შუაში ბარსა ბიჭო გრავენბერგი ონანა მანჩესტერი ბოდიში რო ახვიდე ოდნავზე ვიღაც ტიპს ხო გაჩერგონიაო რომ ბარსა რეალი დაამთავრა ჩო ჯონი ჰეიტინგას ეხوارებ ან ვაფშე არ მოგეთ ვალერი ნიაზი და ნახე ვალერი ნიაზი შავლეგში ვინჯდება ეგ გვინდა ეხა ჩვენ ან მოგითხვა ამასობაში ყველა იმ სახელის მაყურებელს ვინ ჩვენ გვიყურებს და რომლებიც ვერსია ისწარდა რომ ბადრის მithumetes ბადრის მithumetes ბადრი ჩეხისტავს მithumetes მოგითხვა აი მე მოვიწერე რა ვინები არის ვალერი ნიაზი შავლეგი და ჯუმბერი აუ ბარსა რეალი ვაფშე კარგი რა ან ამეკითხა ჯუმბერი ჯდება მაგრამ ჯუბას გამო შეიძლება არ დაეწერა ჯუბას გამო არ დაეწერა მართალი ერთი წამი შეუცვლი ეგრე გაითვალისწინე აქსენტი ბალდე სიგიჟია ჯონი ჰეიტინგა ფოფხავაღი არა
ბადრი გაბროსთვის ცუდი სახელია ეგეთი თო. სუდი არც ერთი არ არის ალბათ გაბროსთვის, თუმცა ამ ქართული მეორე რაც მოვიწერე ეგ ჩასვია. ჩემ ისე გადაუარა ჯუმბერ დე იონგს. კი ბატონო, დავიწყოთ. ერთ ჩაწუდებოდა მაგას. დაბსო რა უბასო? აქსენტი ბალდე. აქსენტი ბალდე ვის ვერსია იყო? ანდროს. საალონ. ციხე რა უბასო ხარ? ჯუმბერ დე იონგს. ვის ვერსია იყო? ჩემი. შენი. ფოფხა და ანდრო თქვენ რა უბასო ხეთ? თენგიზ არა უხო უპასო. თენგიზ არა უხო მეგობრებო. თენგიზ არა უხო არის. შენც ეგ უპასო ხე? გამახსენე. აუ მე ბადრი არა უხო მივიწერე და გამახსენე. ეს ზაგეთქული მაგ ძაბერო ვიცინე. ძმა ბიჭო. აუ აქსენტი ბალდე არა და ესე ფოფხა მაიღო ფსიქულა. აფსონა მაიღო 21 გახდა, ციხე დავრჩი. არჩი და ანდრო მაიღო 8, ხო? აქ სასწაული გჭირდება რომ მე 21 არ ვიყავი? 20 ყავი. ბამოსი ბიჭო? არა, 20 ყავი 20. ბოლო კითხვა არის. ბოლო კითხვა მეგობრებო. კი, ბოლო კითხვა არის შემდეგნაირი. არასწორ პასუხზე 10 ქულა, სწორი პასუხი 5 ქულა. ანუ თქვენ ვერსიაზე ვინმე თუ იქნება 10 ქულა, სწორი პასუხი 5 ქულა. გადამწყვეტი. აუ ეგ რა. ოღონდ ორი რამე გაქვს. შენ ვერსიას ვინმე თქვა? შენ ვერსიას ვინმე თუ აიჩევს 10 ქულა დაგეწულა. შენ თუ სწორად გამოიცნობ 5 დაგეწერება. და გადამწყვეტი შეკითხვა მეგობრებო. ეს უნდა ყოფილიყო სულ მადლობა. Reddit-ზე ვინისიუსზე საუბრისას ერთ-ერთმა იუზერმა განაცხადა, რომ ბრაზილიას ეს აქ ფობია არის. რაღაცის ფობია უნდა დამიწეროთ. ოღონ ფობიის სახელით, როგორც აუსტროფობია როგორც. არა, ეს ფობია აქვს. ეს ფობია აქვს. ანუ ეს არ უნდა იყოს. ეს არ უნდა ეწეროს, ხო? მაგალითად, აუსტროფობია აქვს. გეტყვით ამ ფობიას, არ მგონია სახელით ვწოდეთ, არის ფობია იმისი, რომ გეშინია, რომ დაავიწყდები ხალხს. ანუ არაფერი იქნები და დაავიწყდები ხალხს. აუ, რანაირი რაღაც უნდა მოვიფიქროთ, თურმე აქ. კი. სამწუხაროდ რატო გეუბნები მაგას? რა მნიშვნელობა? მარშკინატოფობია შეგიძლიათ ანუ. ხო, მაგრამ ეხლა უნდა დაწევოთ სისულელე ფობიის სახელები, რაც მე მინდა. და არა კლაუსტროფობიები. ხტი? სამწუხაროდ ნეგატიურად ცდილობს თავი კომაგებს დაამახსოვროს და ამიტომ გავს ყოველ მატჩში ჰარი პოტერის წიგნების პერსონაჟს. რა პერსონაჟს? ეგ უნდა დაწეროთ. რომელ პერსონაჟს? დაბლა. უნდა მომწეროთ მოკლედ. ფობია / პერსონაჟი. რო ეს წინადადება გამოვიდეს. მაგალითისთვის, ბრაზილიას აქვს კლაუსტროფობია და ამიტომაც გავს ჰარი პოტერში რონი უიზლის. კი ბატონო. მეგობრებო. აუ, რა საშინელებები წერია. ნამარკანოფობია აქვსო და დრაკო მალფოის გავსო, ამიტომაცო. კოროპონოფობია აქვსო და ვოლდემორტს გავსო, ცენტროფობია აქვს და მტირანა მირტლს გავსო, ტრიფანოფობია აქვს და ვოლდემორტს გავსო და ათაზაგორაფობია აქვს და ვოლდემორტს გავსო. ღმერთო, რა საშინელება ტრია. აქ მე რა უნდა ვირჩიო, მაგრამ უნდა ერჩოთ რა არის იმიშიში რაც თქვი, აქედან და მე ნამარკანოფობია რა? ნამარკანოფობიაზე ვიცინოდი და კიდე იმაზე. ათაზაგორაფობია. რომელი არის აქედან ადეკვატური შეჯემანო? აუ, ვის ნაღმზე როპონოფობია. ვის ნაღმზე აუფეთქდები? კაი. შოუსთვის. თუ არა. 26 ფოფხა, 21 ტაფსონა, 21 ციხე, 20 ანდრო. შეგახსენებთ, თქვენ ვერსიას თუ ვინმე აირჩევს 10 ქულა, თქვენ თუ სწორად გამოიცნობთ 5 ქულა. გავიქი. ვის ჩუქნიათ ქულას? ფოფხა. ყველაზე მეტ რომოფობიას გამეცინა იმას. ცენტროფობია მტირალა მირტლს. ვისი იყო? მადლობა ფოფხა. მტირალა მირტლი რატო იცოდი ბიჭო? მადლობა ჩემო საყვარელო. ტიროტირის როგორ? ხო მაგრამ ბაბში არ მეგონა რომ იცოდინებოდა ეგ პერსონაჟი. კაი იყო, მე ძალიან მომეწონა შენ ვერსია, მაგრამ წავედი ისე რომ აი ფობიებში რომელზეც გამეცინა მე წავედი რომ მტირალა მირტლზე მეტად უეჭველი ვოლდემორო. მეგობრებო, უეჭველი. რომელი თქვა ტაფსონა? მე ვთქვი ათაზაგორაფობია. მეც. მეც. აუ რა. ათაზაგორაფობია სწორია და გამარჯვებული ტაფსონაა მეგობრებო. ვა, რა დიდებულია. ამ რა ქნა? მე არასწორი პასუხი ვქენი. დებიუტიც ასეთი ვარ. ბოთლერი ვარ, არსენალი ვარ. 36 ტაფსონა. მაგრამ ბიჭო, ვოლდემორის ფარის სერიოზული პერსონაჟია. ბიჭო, ვაფშე არაფერ შუაში არ არის. სალსახად მტირალა მირტლია. არა, ნახე. არ მალფოი არ გარნაში. შენ ხო Reddit-ის იუზერის თვალით უყო. სხვა რაღაც არის. ვოლდემორტი რატო დავწერე? ანუ ვოლდემორი რო ესერა, მაგიტო დავწერე. ეგ ორივე ვერსია. არ უნდა დამეწერა ბოლოს. ქართულად ვოლდემორი ქვია. ხო, ვოლდემორია და მეც თეთი დავწერე ტრიფანოფობია. აზი არის. ანუ მაგით ან ვოლდემორი რო დავინახე ერთი უეჭველი ეგ არის. ცენტროფობია. ათაზაგორაფობია აწეცოდეთ. მე ათაზაგაი მაგაზე. კროპონოფობია თუ არ მოგეწონათ.
კროპონოფობია. ყველა სუდი ვერსია. ნამარკანოფობია ვისი იყო? მაგდენი არ ნამარკანოფობია. ეს აბსოლუტურად ჩემი და შენი ყველა სუდი. ნამარკანოფობია. შენ ძალიან სუდი იყო. ნამარკანოფობიას გამეცინა, ვისი იყო შენი იყო? აი გუნდა ამერჩია და დამფასებინა შენთვის. მადლობა. მე ვითომ მეგავრჩი. მადლობა შენ. საღოლს ამსო საღოლს.